ნახეთ რა გაჩვენოთ. მისი უდიდებულესობა ტოლმა ხათოსგან. მიყევით რეცეპტს და ყველაფერს დეტალურად ვსაუბრობ ამ ვიდეოში. მერწმუნე თუ გემრიელესია. ყარხართ. მოგესალმებით ჩემო საყვარელო მეგობრებო, ხათოსა სანდრო სამზარეულოზე. ნახეთ მარტო ხათო მოგესალმებით რა ხდება ჩემ სამზარეულოში. ახლა ვინაიდან ისეთი შემოდგომის ლამაზი დღეებით გვიდგას მინდა მოვამზადო ტოლმა კომბოსტოთი და ეს ბულგარული შერეული ციცაკებით რაღაცა შერეული ვარიანტი მინდა გავაკეთო. ძალიან გემრიელი, ზოგადად ძალიან გემრიელი ტოლმა გამომდის, ვისაც გაუსინჯავს ჩემთან არ ვიცი რისი ბრალია ის რომ აულობარში გავატარე მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება და იქ ძალიან კარგად ამზადებენ ჩვენი მეზობელი სომხები, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში ცხოვრობენ ჩვენთან ერთად და არა მარტო სომხები, აზერბაიჯანელები, თურქები. ყველას პრეტენზიები აქვთ, ვისია ტოლმა. მე ხა ამ საკითხზე კამაც არ დავიწყებ, მაგრამ ჩვენ ამ საუკუნეების განმავლობაში ხო არანაკლებ გემრიელ ტოლმას ვამზადებთ ქართველები და ეხლა მინდა მოგიმზადოთ თქვენთან ერთად მოვამზადო ეს გემრიელი ძალიან გემრიელია ტოლმა და მიყვარს. ეხლა ავიღე ესეთი კუკმარას ქვაბი და ნახეთ აი ეს ყველანაირი მწვანილი, მათ შორის ცოცხალი პიტნა, რეჰანი, სამწუხაროდ ახლა ტარხუნა არ იყო, მოვაფინე ამ ქვაბში, სადაც აი ეს ტოლმას ჩავაწყობ. ნახეთ როგორ არის მოფენილი. აქ მაქვს გამზადებული კომბოსტა, ნახეთ მოვაჭერი ყველაფერი კოხტად დაწყობილი, ბულგარულები რა თქმა უნდა გარეცხილი ამოჭრილი და ფარში. აქ არის შერეული ფარში, აქ არის კარგი ხარისხის ბრინჯი, რა თქმა უნდა, მწვანილებიდან უკეთებ ქინძ, კამას, ძალიან ბლომად პიტნას უკეთებ, რეჰანს უკეთებ, რა თქმა უნდა, ბევრს ცოტას აი ეს ყველაფერი მწვანილებს, კამა უნდა აუცილებლად, ოხრახუში უნდა და ქინძი უნდა, რა თქმა უნდა, ნიორი ტოლმაში არ კეთდება, ყველაფერს ნიორი არ უხდება და ყველაფერში ნიორი არ უნდა გაუკეთოთ, ამიტომ ტოლმაში კატეგორიულად არ უკეთებ ნიორს. და სიმწარისთვის გავუკეთე წითელი დაღერღილი ციცაკა და ეხა მინდა ესე შევახვიო თქვენთან ერთად აი ეს გემრიელესი და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია და ყველაზე მთავარია ტოლმას აკეთილშობილებს და ტოლმას პიკანტურ გემოს აძლევს, რა თქმა უნდა, ძალიან ეხა სანდრო მირეკავს, როცა ვიდეოს წერ ყოველთვის ჯინაზე სანდრო მირეკავს ერთი წამით. ეს ამიბნია აზრები, რა თქმა უნდა, ძალიან გემრიელს ტოლმას აძლევს. აი ეს ემოდან რო ვასხავთ ტომატს და სუნელებს. აი ეგაა ყველაზე მთავარი და ყველაზე მნიშვნელოვანი. აი ეს ელამაზებად უნდა გავახვიო ეხლა და ჩავაწყო ჩემს ქვაბში. ვინაიდან ესე იგი ზაფხულის ტოლმასავით ვაკეთებ, ანუ ზამთრის და ზაფხულის ტოლმის ვარიანტები ერთმანეთში აურიე, რა თქმა უნდა, ფარში უნდა იყოს აი ეს ჰაეროვანი, ნახეთ როგორი, აი ჭიქა ნახევარი წყალი უნდა დაუმატოთ, რომ ფარში იყოს ჰაეროვანი და რა თქმა უნდა ბრინჯი მოიხარშოს, აი ეს მხოლოდ გატარებული ხორცი წყალი რო არ დაუმატოთ, არაფრით არ შეიძლება. აი ესე მე მიყვარს აი ესეთი შეხვევა. კომბოსტო უნდა იყოს, რა თქმა უნდა, პატარა და ქორფა, გემრიელი რო გამოგვივიდეს და ეხლა ბულგარულებშიც ჩავაწყობ, რომ შერეული ვარიანტი გამოვიდეს. აი ესე ნახეთ, ჩავაწყე, ამას თავის თავსახურს ესე დავახურებ და აი ესე თელ ქვაბს გავავსებ, ჩემთან ვისაც გაუსინჯავს. ტოლმა არის მართლა ძალიან გემრიელი, ძალიან მარტივად ვაკეთებ, ყოველთვის სანდროსთან ერთად ვაკეთებ, რა თქმა უნდა, ტოლმას და ეხლა ცოტა გვიანდება და მინდა რომ დავახვედრო და გავახარო და ამიტომ ამჯერად ჩემებურ ვარიანტს შემოგთავაზებთ მე როგორ ვამზადებ ტოლმის რეცეპტს. ეხლა გავავსებ ამ ქვაბს და მე რას გავაკეთებ იმასაც გაჩვენებთ. ძალიან მარტივად შევახვიე და ნახეთ რა სილამაზე გამოვიდა, სხვადასხვაფერი ბულგარული ციცაკა, ეს კომბინირებული ვარიანტი, ნახეთ როგორია. ეხლა დავასხავ მარილიან წყალს, ადუღებულ ქაფქაფას, რა თქმა უნდა და სადღაც უკვე 15 წუთში იქნება მზად. მე მოვამზადებ ჩემ ჯადოსნურ სოუსს, რომელიც ემოდან უნდა
გადავასხა და გაჩვენებთ საბოლოო ვარიანტს. აი რატომ მიყვარს იცით ტოლმა ნოყიერია ძალიან. აი სტუმარი რომ მოგივათ რო არ შეგრცხვებათ რამდენიმე აი ყველას მაინც უყვარს გემრიელი ტოლმა, აი გემრიელად რო გინდა ადამიანი ასადილო და ტოლმა რო გაქვს უკვე მხრებში გამართული ხარ და ამიტომ მიყვარს რა და აი გიждები ისე მიყვარს და რაზეც გიждები და რაც გინდა რომ ძალიან გემრიელი იყოს ის აუცილებლად გემრიელი გამოგივათ აი ეს ვარიანტი ნახეთ რა კაია და ეხა შემოდგავ გასქურაზე